პირველ საფეხურზე პროფესორ და გადაყვანას ახალ თანამდებობებზე, შემდეგ არჩევნების ჩატარებას, შემდეგ წესდების შემუშავებას და მეოთხე საფეხურია მხოლოდ კონკურსები. ამათ რა უნდათ? ამათ უნდათ რომ თავიდანვე დაიწყონ კონკურსებით მეოთხე საფეხური. პროფესორ მასწავლებლების ხანმოკლე აქცია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ისინი უნივერსიტეტში გუშინ მომხდარ დარბევის ფაქტს ვანდალურ აქტად აფასებენ. პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი პროფესორ მასწავლებლების უნივერსიტეტიდან ძალის გამოყენებით გამოძევების ფაქტს საგანგებო პრესკონფერენციებით გამოეხმაურა. ჩვენ ვგმობთ წუხელ უნივერსიტეტში განხორციელებულ ბართლომის ღამეს მეცნიერების პროფესორების წინააღმდეგ ასეთი პრეცედენტი კაცობრიობის ისტორიამ არ იცის, რომ მეცნიერ ინტელიგენციაზე ხელისუფლებამ ამგვარი ბარბაროსული მეთოდებით აღმართოს ხელი და მე ვაფრთხილებ სრულად არამტრულად მიხეილ სააკაშვილს. თუ თავს არ დაანებებ უნივერსიტეტის განადგურება დარბევას, აი ამ ეზოდან დიდი ივანეს საფლავიდან დაიწყება შენი ხელისუფლების დამხობა. მინდა უთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს და მთელ მის ხელისუფლებას, რომ მეორედ საქართველოში უნივერსიტეტს შეესივნენ ახალი ბოლშევიკები. მე გუშინ ემოციურ განწყობაზე მართლაც ვეღარ გავიძინე უნივერსიტეტიდან დაბრუნებულმა და პროფესორთა საბჭოს ოქმები არის ასე წიგნად გადმოცემული, არაჩვეულებრივი წიგნია. ვათვალიერებდი აი ამ ისტორიულ ოქმებს უნივერსიტეტის დაარსების პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებებისა. ძალიან ნიშანდობლივია, სიმბოლოებით უყვარს ჩვენს ხელისუფლებას და სიმბოლოებით მანიპულირება, რომ სწორედ 21 ივნისს 26 წელს მოხდა მაშინ ივანე ჯავახიშვილის გადარჩევა და ბოლშევიკების წარმომადგენელი რექტორის არჩევა უნივერსიტეტში. ეს არის უნივერსიტეტის საქმიანობაში უხეში ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან. საერთოდ მსგავსი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ როდესმე უნივერსიტეტიდან პროფესორ მასწავლებლები პოლიციის ძალით გამოიყვანათ და ასეთი ზეწოლა და ძალადობა გამარჯვე. ამიტომ ჩვენ იძულებულები ვართ, რომ გავაკეთოთ ეს განცხადება უკიდურესად შეშფოთებულებმა და მოვუწოდოთ საზოგადოებას იქითკენ, რომ მსგავსი ფაქტები არ დავტოვოთ არასდროს რეაგირების გარეშე. უნივერსიტეტის რექტორატსა და დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირება გუშინ ღამის პირველ საათზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში შეკრებილი პროფესორ მასწავლებლები პოლიციამ უნივერსიტეტიდან ძალის გამოყენებით გამოყარა. ეს დემოკრატი რექტორი და იურისტი რექტორი აკეთებს იმას, რაც არ გაუკეთებიათ ალბათ არავის სხვას, არა მარტო ჩვენი, არამედ საერთოდ საუნივერსიტეტო ცხოვრების ისე. სანამ პროფესორ მასწავლებლები უნივერსიტეტის ეზოში იკრიბებოდნენ, მანამდე უნივერსიტეტის რექტორი კონსულტაციებს მრჩეველთა საბჭოს წევრებთან მართავდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რექტორის პოზიციას საბჭოს წევრების ერთი ნაწილი იზაფარიკა ლორთქიფანიძე თვლის, რომ პროფესორ მასწავლებლები აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების შემდეგ უნდა დაინიშნონ. რომ რაც შეიძლება დავხვეწოთ ეს კონკურსის პირობები, რომ კომისიები რაც შეიძლება უფრო კომპეტენტური ადამიანები იყვნენ კომისიაში შეყვანილი და რომ კონკურსი ისე გატარდეს, რომ ვინც ღირსია დარჩეს უნივერსიტეტში. ანუ ვერ მოხდება აკადემიურ თანამდებობებს დანიშნულ და შემდეგ კონკურსი ჩატარება თუ როგორ? კონკურსი ჩატარდება. პირდაპირ კონკურსი. მრჩეველთა საბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარტავს. გია ხუბუა უნივერსიტეტში რეფორმის ჩატარებას ბოლომდე აპირებს და პროფესორ მასწავლებლების მოთხოვნების გათვალისწინებას არ გეგმავს. ხუბუა ამბობს, რომ პროფესორ მასწავლებლები საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არ არიან და კონკურსის ჩატარებას მოსალოდნელი კონკურენციის სისუსტე წინააღმდეგებიან. ხუბუას განცხადებით იმ პროფესორ მასწავლებლებიდან, რომლებიც კონკურსის შედეგად ვერ შეირჩევიან, უნივერსიტეტის საკონტრაქტო ხელშეკრულებებით ითანამშრომლებს. ჩვენობაში 4500 პროფესორ მასწავლებლიდან 800-ის შერჩევა იგეგმება. ამდენადაც უქმნით უნივერსიტეტის პროფესორს სწავლებისა და კვლევის სათანადო პირობებს, ჩვენ მისგან ასევე მოვითხოვთ სათანადო კვალიფიკაციას. სხვა რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა უნივერსიტეტს
არავის მიმართ არ აქვს და არც შეიძლება გქონდეს. ერთადერთი ჩვენი ინტერესია, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება იყოს იმ სტანდარტების შესაბამისი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველ ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტმა მიიღოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს განაგრძობს სამმართველთა ერთიანი სიის პირველადი ვარიანტი ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ლეიბორისტულ პარტიაში მიიტანა. გურამ ჩალაგაშვილმა ლეიბორისტებს წინა საარჩევნო ვითარება გააცნო, მათ ჩალაგაშვილთან პრეტენზიები ბევრი აქვთ. ისინი სიების დაზუსტებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ეს არც ისე რთული პროცედურაა. თუკი არჩევნებამდე სამმართველთა სიების პრობლემა არ მოგვარდება, ლეიბორისტული პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. გაცილებით ადრე, ვიდრე ეს არის კანონის გათვალისწინებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიამ მიიღო გათვალისწინება, ითხოვება ნორმალური სია კარგი პროცესი ნორმალური იმუშავებს, ეს ინგლისური ამადაში შეასრულებს. ხელისუფლებამ ჩაატარა აღწერა